მეხუთე სახლის როლებს ბევრი აღიქვამს რაღაც ისეთად, რომ თითქოს აუცილებლად უნდა ითამაშო, ან არ მიჭირდება ეს როლები და უნდა ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. რეალურად ეს არ არის ის როლები, რომელსაც თქვენ ფიქრობთ, ეს არ არის მსახიობის როლი. მეხუთე სახლის როლი, ეს არის ის როლი, რომელიც შენ გინდა თუ არა მაინც გაქვს საზოგადოებაში. ეს არის საზოგადოებრივი როლები. ეს არის ის, რაც შენ რა როლსაც შენ რეალურად თამაშობ საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, გინდა შენ თუ არა. ანუ შენ ხარ საზოგადოების წევრი, ეს არის შენი როლი. შენ ხარ რომელიღაც კონკრეტული საზოგადოების წევრი, თუნდაც ქართული საზოგადოების წევრი, თუ შენ ხარ კონკრეტული პარტიის წევრი, შეიძლება იყოს, შეიძლება იყოს ოჯახის წევრი. შესაბამისად, ეს არის შენი როლი. შენ უნდა ითამაშო ეს როლი, შენ გინდა თუ არა. თამაში არ ნიშნავს იმას, რომ შენ ეს უნდა მოიგონო. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს შენი როლი შენ უნდა შეასრულო მაქსიმალურად კარგად. აი ამას გულისხმობს თამაში. ეს არ არის ის თამაში, რომ მე ვითამაშო ყოველ წამს იდეალური დედობა მაგალითად. ეს ნიშნავს იმას, რომ მე უნდა ვეცადო, რომ ვიყო იდეალური დედა. და აი ამ ცდის პროცესში, სანამ მე ვცდილობ, ვგეგმავ, ვაკონტროლებ საკუთარ თავს, რომ ვიყო იდეალური დედა, მე გავხდები რეალურად იდეალური დედა. იმიტომ რომ პლანეტის დამუშავების და ზოგადად რუკის დამუშავების პრინციპი არის ზუსტად იგივე. შენ ცდილობ თავიდან გეგმავ, რაღაცნაირად თამაშობ. და შემდეგ უკვე აი ეს ჩვევები, რომელსაც შენ ესე აკონტროლებ და ძალისხმევას დებ, შემდეგ ეს ჩვევები უკვე როგორც უნარი არის. ანუ შენ ამ უნარს უკვე შეიძენ, შენ ამას უკვე აკეთებ ყველანაირი დაძაბულობის გარეშე. ეს არის სოციალური როლები, რომ მე შემიძლია ვიყო როგორც იდეალური დედა, მე შემიძლია ვიყო იგივენაირად ცუდი დედა, უბრალოდ ჩემთვის აზრი არ აქვს დამუშავების მხრივ, ესე ვთქვათ, მე ვისტრაფვი, რომ გავხდე უკეთესი და არა უარესი, შესაბამისად. უარი ცუდი დედის როლი მე არ მიჭირდება და არ მინდა, შესაბამისად მე ვცდილობ, რომ ვიყო იდეალური დედა, მე ვცდილობ, რომ ვიყო მზრუნველი დედა, ან მომთხოვნი დედა, ან სამართლიანი დედა. შესაბამისად, აი ეს კონკრეტული როლები ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ სოციუმში განვითარდეს. და თუ შენ იქნები ერთი როლის მქონე ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე თითქმის ყველას იგივე ერთი ადამიანის როლი აქვს ყველას, სადღაც 30 წლამდე მაინც. ესეთი ადამიანები თამაშობენ საკუთარ თავს, ანუ მე ვერ ვიქნები ერთნაირი დედის როლში, ცოლის როლში, საზოგადოებრივ, ანუ ყველა ადამიანთან ჩემი როლი შესაბამისად იცვლება ჩემი ტონი, იცვლება ჩემი აზროვნების, ესე ვთქვათ, თავისებურება, ხო? იცვლება მიდგომა კონკრეტულ საგანთან. მე ქმართან იგივენაირად ვერ ვისაუბრებ, როგორც ვესაუბრები ჩემი 8 წლის შვილს. შესაბამისად, იცვლება როლები, იცვლება შენი მიდგომა და შენთვის ეს არის გამოცდილება. შენ უნდა ეცადო, რომ მაქსიმალურად ჩაჯდე როლში, იმიტომ რომ შენ ამით ძალიან ბევრ რამეს სწავლობ და შენ ვითარდები, შენ აი ეს კონკრეტული როლი გასწავლის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს გიზრდის და განახებს საკუთარ თავს სხვადასხვა განსხვავებული მიმართულებით.